to hear words of good cheer from everywhere, feeling the air. Oh, how the power raising the sound, all in the tent, telling the sound, scaling the ring while people sing songs of good cheer. Christmas is here. Ding, 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 is love. Ding, 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 is love. Ding, 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 dong, ding, 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 dong. კიდევ ერთხელ გავარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. არაჩვეულებრივი სიმღერებისთვის. გუშინ პირველად ჩვენ გქონდა საქართველოს ჰიმნი. graduation-ის ცერემონიაზე და გუშინ ვიტერე და ვიფიქრე რომ დღეს უკვე მეორად ვუსმენ და ალბათ არა, მაგრამ მე მგონი რომ რაღაცნაირად ხაერში არის ეს რაღაცა ცოტა ქვეყნისთვის ცოტა დაძაბულობა და მგონი რომ მე პირადად ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ ჩვენ კამპუსში, იმიტომ რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არა მხოლოდ ჩვენთვის, თქვენთვის, არამედ ჩვენ ქვეყნისთვის. იმიტომ რომ თქვენ შეძელით ძალიან რთული საქმე, ვიღაცას 4, ვიღაცას 5, 6 წელი დასჭირდა იმისათვის რომ დაასრულოთ ჩვენი უნივერსიტეტი. უბრალოდ ძალიან რთული იყო და ყოველ წელს ვფიქრობ რა მესიჯით უნდა გამოვიდე და რა უნდა გითხრათ და წელს ჩემი მესიჯი არის რომ ვარ ძალიან მადლიერი რომ თქვენ აერჩიეთ ეს უნივერსიტეტი, რომ თქვენ დაასრულეთ ეს უნივერსიტეტი, მადლიერი ვარ არა მხოლოდ თქვენთან, არამედ თქვენ მშობლებთან, რომ დაგვიჯერეს, გაუშვეს თქვენ ჩვენთან. და მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ ჩვენ ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ უკეთესობისთვის. და კახეს იდეა ზუსტად ეგ იყო, როცა დაიწყო აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაცია და როცა უნდოდა რომ ჩვენი ქვეყანა შეიცვალოს და ახალი ჭკვიანი მონდომებული ხალხი გამოვიდეს და თქვენ ზუსტად ეგ ხალხი ხართ და თქვენ ხართ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღეროდეს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. და რომ ხედავთ სადითაოდ და ერთად ძალიან რაღაცნაირად მიხარია და საკმაოდ მე მგონი რომ ძალიან მართლა რთული იყო ჩვენთან სწავლა, მაგრამ თქვენ შეძელით და ეს ნამდვილად ძალიან კარგი შედეგი. მე იმედი მაქვს რომ თქვენ გეკნებათ კარგი ისტორიები თქვენი დროის ჩვენ კამპუსში და იმედი მაქვს რომ თქვენ არ დაგავიწყდებათ ჩვენ და დარწმუნებული ვარ რომ კიდე აუცილებლად შევხვდებით ზუსტად ამ კამპუსში ალუმნის დღეები რო გვექნება და ერთი რამე რაც კახამ დაგვითოვა არის ჩვენი სლოგანი რაც არის საკმაოდ მარტივი ფორმულა წარმატებულად რომ იცხოვროთ თქვენი ცხოვრება რაც არის ცოდნა, შრომა, თავისუფლება და იმედია რომ
თქვენი გზაზე თქვენ შეხვდებით იგივე თავისუფალი ხალხი, როგორც თქვენ თვითონ ხართ. ძალიან დიდი მადლობა და ბევრ წარმატებას გისურვებთ. ჩვენ სცენაზე გთხოვთ ჩვენ პრორექტორს კარბატონ მარინა კარჩევას. მოგესალმებით. პირველ დავიწყებ იმით, რომ გილოცავთ ამ სერიოზულ მიღწევას, ამ წარმატებულად ფინიშის ხაზის გადალახვას, ძირითადად გულისხმობ ამ შემთხვევაში ბაკალავრებს. რთული იყო, საკმაოდ რთული შრომა მოგიწიათ და ეს იმაშიც ჩანს, რომ მხოლოდ მესამედია ეხლა აქ, ვისაც უნდა დაემთავრებინა. უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ თქვენ ძალიან მაგრები ხართ და გაუძელით იმ სერიოზულ დატვირთვას, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ აგრარული უნივერსიტეტის პროგრამებზე, რომელიც ძალიან გაუმჯობესებულია ბოლო წლების განმავლობაში. და ამაზე მუშაობს მთელი გუნდი დაწყებული პროფესორებით და ადმინისტრაციის ჩათვლით და თქვენით, რა თქმა უნდა. ამიტომ შემდეგ მადლობას გადავუხდი თქვენ მშობლებს, თქვენ ოჯახებს. რამე თუ გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მართლა დროში ჩაეტიო და დაამთავრო და დაძლიო რთული სასწავლო პროგრამები. არა მხოლოდ ფინანსურად, მორალურადაც და გვერდში დგომა ზოგადად და მხარის დაჭერა, რომ მეტი დრო დაუთმოთ სწავლისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანია დამინჯერეთ, როცა სწავლობს კარგ უნივერსიტეტში თქვენი ოჯახის წევრი. შემდეგ მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს პროფესორებს და პედაგოგებს, მათ გარეშე ეს შედეგი ნამდვილად არ იქნებოდა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი შრომეს, ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ თქვენ ეხლა კარგად შეიარაღებული გახვიდეთ კარიერულ ასპარეზზე და მიაღწიოთ წარმატებებს და წარმატებები უკვე გვაქვს ბევრი თქვენთაგანი, მათ შორის უკვე საზღვარგარეთ სწავლობს სამაგისტრო პროგრამებზე, რაც ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თქვენ საკმაოდ კარგი ძლიერი ანკესი გიჭირავთ ხელში. თევზიაც თქვენ უნდა დაიჭიროთ. ჩვენ ამაში უკვე ვერ დაგეხმარებით, ყველანაირად დაგეხმარეთ, რომ ანკესი ყოფილიყო კარგი ძლიერი, ანუ ცოდნა გაქვთ და აბა თქვენ იცით. დიდად სტატისტიკებზე არ გავჩერდები, მაგრამ მაინც ჩვენ დიპლომების გადაცემისას ვახსენებთ თითოეულ პროგრამაზე, ვის ჰქონდა ყველაზე მაღალი GPA და მე უბრალოდ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, ეხლა სადაც ვდგევარ, იმას გულისხმობ. და გამოვაცხადებ ბაკალავრიატში ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგი ვის აქვს და ის აუცრება ორს აქვს, ერთს არა. ეს შედეგი არის 3.94 GPA 4-დან. დაიმახსოვრეთ, საკმაოდ მაღალი შედეგია. და ესენი არიან თეა იმნაძე, აგრონომიის პროგრამის და გიორგი ღონღაძე, ქიმიის პროგრამა. ჩემპიონებს უნდა ვიცნობდეთ, დიდხანს დაგამახსოვრდებათ ეს მომენტი, სასიამოვნოა ძალიან. მარტივი არ არის ასეთი შედეგის დადება, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საშუალო GPA როგორც წესი ბაკალავრიატში 2.5-ია ხოლმე წარმოიდგინეთ 3.94, როცა გაქვს ადამიანს რამხელა შედეგია, ეს შედეგი ნამდვილად წინ დახვდებათ კარიერაში, როგორც დასაქმებისას, ისე მაგისტრატურაზე სწავლისას. მაგისტრატურაში შედეგი გვაქვს ესეთი,
ლაშა გონაშვილი აგრონომიის მაგისტრს აქვს ყველაზე მაღალი GPA 3.92. ხაზი მინდა გაუსვა ერთადერთი ჯერ ამ წუთას იმას, რომ პირველი ორი ახალგაზრდა, ვინც ასეთი მაღალი შედეგით დაასრულა ბაკალავრიატი, ეს გააკეთეს 4 წელიწადში. ანუ ზუსტად დროში ჩაეტირნენ, რომ 4 წლიან მაგისტრატურაში. ბაკალავრიატში, მაგისტრატურის შემთხვევაში არ გვაქვს ესეთი შედეგი, როგორც ნასტია იძახის ხოლმე, მეტი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ თუნდაც ესეთ მაღალ შედეგს მიაღწიონ, მიზეზები შეიძლება უამრავი იყოს, მით უმეტეს მაგისტრატურაში. ადამიანი როგორც წესი ჩვენთან მუშაობს, როცა მაგისტრატურაში სწავლობს და შეიძლება ოჯახიც ყავდეს და ოჯახის საპატრონებელი ყავდეს და ამიტომ ნაკლები დრო აქვს, რა თქმა უნდა, სწავლისთვის. თუმცა როგორც ხედავთ, აქაც შესაძლებელია, მთავარია დაამთავრონ. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ეს პროგრამა საკმაოდ ესეთი აღმავლობას განიცდის ახლა და სულ უფრო მეტი და მეტი კურსდამთავრებული გვყავს ვეტერინარიის პროგრამას გულისხმობ და ყველაზე მაღალი GPA აქ აქვს გვანცა კიკნაველიძეს 3.31, რაც ნიშნავს, როგორც ხედავთ, მაღალი GPA პრინციპში ნებისმიერ უნივერსიტეტში, მაგრამ აგრარულ უნივერსიტეტში C ითვლება 3-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ ამ ახალგაზრდებს. არ ზანარჩენები ჩამორჩებიან, იმიტომ რომ საშუალო GPA გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ახლოს არის 3-თან. უბრალოდ ისეთი ციფრებია აქ, რომ შეიძლება 1000-ებში, ესე ვთქვათ, შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ეს განსხვავებული GPA-ები აქვს. ეს არის ის შედეგი, რომელიც თქვენ შეძლებთ და დადევით. რა თქმა უნდა, ამ შედეგით პირველ რიგში თქვენი ოჯახი ამაყობს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შრომის შედეგით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს გვიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგია, იმიტომ რომ პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის კარგად როცა სწავლობს სტუდენტი თუ მოსწავლე, რა მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ძალიან სკრუპულოზურად უყურებთ ხოლმე ამ ციფრებს, რომ აბა რომელია კარგი და მართლა არის თუ არა კარგი და ვაკვირდებით მთელი მათი შემდგომი კარიერის განმავლობაში. რაც ბოლოს რაც თქვი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აწი სამუდამოდ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები. ვერაფერი ვერ გაწმიდავს, მოდი ვთქვათ, ამ კავშირს. თქვენ დაგჭირდებით ჩვენ ძალიან ბევრჯერ. შეიძლება დასაქმებელმა მოითხოვოს რამე რეკომენდაცია თქვენი პროფესორისგან, ან ნიშნების ფურცელი წარადგინოთ სადღაც, არ აქვს მნიშვნელობა არც ქვეყანას და არც სამსახურს, ნებისმიერ ადგილას. აუცილებლად დაგჭირდებათ ჩვენთან ისევ მოსვლა და იმედი მაქვს, რომ იმდენი დატოვეთ მეხსიერებაში ჩვენს პერსონალთან, რომ სიამაყით შეგეგებიან და გაგიკეთებენ იმას, რაც დაგჭირდებათ შემდგომშიც, როცა ეს იქნება და ეს აუცილებლად იქნება. ამ წუთას კი გილოცავთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ეს არ არის არც დასაწყისი, არც ბოლო, ეს მომენტის, როცა ჩვენ საუბრობთ, ამ ხდებით დღეს ამ ცერემონიის დროს. ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ერთ-ერთი. წინ გაქვთ ძალიან ბევრი დიდი გზა გასავლელი და ძალიან ბევრი დაბრკოლება გექნებათ. დაბრკოლებების გადალახვა წესით უნდა შეგეძლოთ, თქვენ გარდა სპეციალობის აგნებისა ბევრი ისეთი ცოდნა მიიღეთ, რაც ზოგადად განათლებულ ადამიანად გაქციათ, ესე ვთქვათ, ბევრ სფეროში და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანად. რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, როგორიც არ უნდა იყოს ის და გისურვებთ ამ გზაზე წარმატებას. აბა თქვენიცით. ეხლა კი ვთხოვ ბატონ რექტორს, ბატონ ლეჟავას მოგესალმოთ.
მოგესალმებით. აი მარინამ რითიც დაასრულა, იმით მინდა გავაგრძელო, ესე იგი ისეთი ზოგადი ფრაზა არის ხოლმე, აბა თქვენ იცით და ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აბა თქვენ იცით, იმიტომ რომ გჯერა რომ იცით. ეს არ არის ასე ვთქვათ ზოგადი ფრაზა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. როგორც ყველა გამოშვება თქვენ ძვირფასი ხართ, თუმცა ყველა გამოშვებას აქვს რაღაცა თავისი ხასიათი და თავისი რაღაცა პეწი და მინდა აი ხასიათის გამო, რომელიც თქვენ თითოეულს გაქვთ, იმ სიბეჯეთის გამო, რომელიც თითოეულ თქვენ განსაავს, იმ რაღაც მიზან დასახულობის გამო, რომელიც თითოეულ თქვენთანს გაქვს, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ. თქვენ ეხლა ესე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ ესე გავითვალისწინებთ აგრარული უნივერსიტეტის წინამორბედებს ხართ 95 ან 96 გამოშვება, ხო? თქვენ ბევრი ასე ვთქვათ წინამორბედი გყავთ, მაგრამ როგორც თქვი, მე მგონია რომ მაინც ყველა თაობა არის უნიკალური და რაღაც ახალი შეაქვს ქვეყნის სასიკეთოდ, მეცნიერების სასიკეთოდ, რა ვიცი, ეკონომიკის სასიკეთოდ და თქვენი როლი შესასრულებელი გაქვთ და მე გისურვებთ წარმატებას აი ამ როლის შესრულებაში. დილით ძაღლს ვასეირნებ ხოლმე და მაგ დროს ესე იგი ყველაზე ისეთ ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, იმით ვარ მსჯელობებით დაკავშირებული და ესეთი რაღაცა კითხვა დაუსვით ჩემ თავს, რომ გამოსაშვების საღამო ისეთია რა, სიხარულიც არის, ნოსტალგიაც არის ერთად და ან რატო უნდა გიხაროდეს ეს დღე, ან რატო უნდა რაღაცა გულით წყდებოდეს რაღაცაზე რა, ესეთი კითხვა რიტორიკული თითქოს კითხვა დაუსვი ჩემ თავს, ხო? აი რაღაცა წარმატებით დაამთავრე და რაღაცა დასრულდა და გიხარია, ხო? აი რატო უნდა გიხაროდეს, ხო? სხვა რაღაცაში რაღაცა წარმატებულად თუ აკეთებ რაღაცას, გინდა რომ გაიმეორო და არ დასრულდეს და კიდევ ასე ვთქვათ გახანგრძლივდეს ეს სიხარული და ასე შემდეგ, ხო? უფრო გვიხარია რაღაცა რომ დასრულდება, თუ ცუდი ამბავია და დასრულდა და შეიძლება გაგვეხარდეს კიდევაც თუ რაღაც დიდი ტრამვები არ მივიღეთ ამ ცუდი ამბისგან და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ რა ძალიან ცხადი იყო ისედაც უბრალოდ კარგად ჩამოვიყალიბე ჩემი თავისთვის, რომ უნივერსიტეტის დამთავრება არ არის მიზანი. უნივერსიტეტის დასრულება არის წინაპირობა იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ სხვა მიზნებს მიაღწიოთ. და ეს არის მხოლოდ საშუალება. თქვენ ეხლა ასე ვთქვათ, ესეთი ალეგორია რომ გამოვიყენო, უკვე ასე ვთქვათ, კარგად აღჭურვილი ანკესით ხართ მეთევზეები, თუმცა თევზი მერე და თევზაობაც დასწავლი გაქვთ, მაგრამ თევზი დასაჭერია. და მე მინდა გისურვოთ, რომ ამ უნივერსიტეტის დასრულება ყოფილიყოს ყველაზე ნაკლები წარმატება, რომელიც თქვენ კარიერაში წინ გელოდებათ. ხო, არაფრით არ ვაკნინებ ამ მოვლენას. შეუძლებელია ჩემი მხრიდან ამ მოვლენის დაკნინება, მაგრამ კარგი უნივერსიტეტი სწორედ ის არის, რომელსაც ისეთი კურსდამთავრებულები ყავს, როდესაც უნივერსიტეტის დასრულება ყველაზე მინიმალური მიღწევა არის მათ კარიერაში და ჩვენ გვინდა და დაინტერესებული ვართ სისხლხორცეულად, რომ ესეთი კურსდამთავრებულები ყავდეს. მეორე ძალიან ტურბულენტურ გარემოში გიწევთ, ასე ვთქვათ, შესვლა. ესე სუბუქად რომ დავახასიათო ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაშია და მე მჯერა, რომ გარდა იმ ნომინალური ცოდნისა, რაც თქვენ გაქვთ, თქვენ შეიძლება გენეტიკურადაც გქონდათ, მაგრამ დახვეწეთ და დაასტრუქტურეთ ის ღირებულებითი სისტემა, რომელთაც თქვენ
მომავალში გადაწყვეტილებებს მიიღებთ. და ეს გადაწყვეტილებები ალბათ ხშირად იქნება რთული, ხშირად იდგებით დილემის წინაშე და მეორე სურვილი რაც მე მაქვს ის არის რომ როდესაც დილემის წინაშე იდგებით შეძლოთ რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ იმ ღირებულებების შესაბამისად რომლებიც თქვენ გაქვთ. და ეს იქნება ალბათ ასევე თქვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი, ხო? იული გადაწყვეტილებების მიღება არის იული. რთული გადაწყვეტილებების მიღება არის ძალიან რთული. ტავტოლოგია კი გამომდის, მაგრამ ეს ასეა, არ ხართ გამოუცდელი ადამიანები, უკვე ალბათ ცხოვრებაში ყოფილხართ ასეთი დილემების წინაშე, მაგრამ მასშტაბი ალბათ და გამოწვევების სიმწვავეც გაიზრდება. მე მინდა მადლობა გადაუგიხადოთ ყველა თქვენთაგანს, მადლობა გადაუხადო თქვენს პროფესორ მასწავლებლებს, მათ ვინც არ დაზოგა არც შრომა, არც ენერგია და არც ცოდნა, რომ თქვენ ამ დღეს ესე წელგამართული შეხვედროდით. ასევე ხშირად გვავიწყდება, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო, ასე ვთქვათ, ჩვენი უნივერსიტეტის უხილავი ფრონტის თანამშრომლებს, რომლებიც შეიძლება თქვენ სახეზე არც გინახავთ, ან სახეზე გინახავთ, მაგრამ არ იცით რას აკეთებენ, ან იცით რას აკეთებენ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ გქონიათ, იმიტომ რომ ეს ცოდნის მანქანა რომ მუშაობდეს, ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევა საჭირო, მათ შორის აუდიტორიების და ლაბორატორიების გარეთ და მე მინდა მათაც ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ნუ კიდევ ერთი ბანალური ნაწილი თითქოს, მაგრამ შობა ახალი წელი გვიახლოვდება და მინდა ბედნიერი შობა და ახალი წელი გისურვოთ. მინდა რომ მომავალ წელს კალენდარულად საზეიმო დღესასწაულების გარდა თქვენ ცხოვრებაში ყოფილიყოს ბევრი დღესასწაული, რომელსაც არაკალენდარულად იზეიმებთ და გექნებათ, ასე ვთქვათ, ბევრი დადებითი ემოცია და ბევრი გამარჯვების აღნიშვნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს უნივერსიტეტი ყოველთვის თქვენი იქნება. ჩვენ შევეცდებით რომ და დარწმუნებული ვარ რომ შეგვიძლია რომ თქვენ ყოველთვის იამაყოთ რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ხართ 10 წლის მერე 20 წლის მერე რა ვიცი 50 წლის მერე აი 150 წლის რო გახდება აგრარული უნივერსიტეტი აი მაშინაც იამაყებთ რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ხართ. იცით რომ ესე იგი ჩვენ ნებისმიერ გამოსაბჭოებს საღამოზე ყავს მოწვეული მიმართვის ავტორი, რომელიც კურსდამთავრებულებს მიმართავს და ეს ადამიანები ყოველთვის არიან გამორჩეულები. ჩვენ ვინც თქვენ ალბათ არა კურსდამთავრებულებს, მაგრამ ვინც ამ აუდიტორიაშია მრავალნაირი სპიკერი გინახავთ გამოსაშვებ საღამოზე. ვინც არ ყოლია გამოსაშვებ საღამოზე და პირველად ყავს არის სპორტსმენი. გიორგი ცინცაძე, საქართველოს ნაკრების მოთამაშე, რომელსაც ეს ჰიმნი, რომელმაც თქვენ გაგაჟრჟოლათ, როცა საქართველოს ჰიმნი მოისმინეთ, 217 ჯერ აქვს პარკეტზე მოსმენილი. მაგრამ გიორგი აქ მარტო იმისთვის არ არის, რომ რა ვიცი, სამკულიანებს კარგად ისვრის, იმიტომ რომ სამკულიანების სროლელები, ქართველებს ახლა მაინც არ გვილხის მაგრაწელში, მაგრამ სხვებიც არიან, ხო? ან ძველი თაობიდან მოვიწევდით, რა ვიცი, სამკულიანების სროლელს და გამთამაშებელს. გიორგი აქ არის იმიტომ, რომ შეძლო ჩვენი თვალსაჩინით, რომ შეეთავსებინა წარმატებული სპორტული კარიერა წარმატებულ
და სწორ სამოქალაქო პოზიციასთან, ხო? ესე იგი, დიდი დებატები მიდის საზოგადოებაში ხოლმე, როგორ შეიძლება თუ არა სპორტი და პოლიტიკა იყოს, ასე ვთქვათ, უნდა იყოს გამიჯნული თუ არ უნდა იყოს გამიჯნული. ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცი, რომ ღირსება და უღირსობა უნდა იყოს გამიჯნული. ტყუილი და მართალი უნდა იყოს გამიჯნული. და ვინც ამას ახერხებს, ხო, წარმატებული არის ყველაფერში და სხვათა შორის ეს გისურვეთ მე თქვენ, რომ ნუ რასოდეს აურევთ ერთმანეთში სიმართლეს და ტყუილს, ღირსებას და უღირსობას, არ ვიცი, მომხვეჭელობას და გულუხვობას, ყველაფერს აქვს თავის სახელი, ხო? და ვისაც შეუულია რომ ეს კარგად დაგვანახოს, ხო? არის მოწვეული დღეს ჩვენთან სპიკერად გიორგი გთხოვთ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. მოგესალმებით, მართლაც ძალიან საპატივცემულო არის ჩემთვის აქ თქვენთან დგომა და ამ დღის თქვენთვის მოლოცვა. რო შემოხვედით რო შემოხვედით მართლა კეთილი შურით შემშურდა, იმიტომ რომ ასეთ რაღაც ლამაზები, რაღაც თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე არის, რაც ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა, იმიტომ რომ სპორტული კარიერა და სწავლა რაღაცნაირად ვერ შევათავსე. ნუ ეს ჩემ და სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ და ყველა სამწუხაროდ, თურმე სწავლა არ არის მთავარი თუ მანდ-ამაინც ქვეყნის მართლ ორგანოში გინდა რომ მოხდე. და აი მართლა რო გიყურებთ დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი, აი თქვენ ასაკში დავბრუნდებოდი და ბევრ რაღაცას შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ იმას ნამდვილად არ შევცვლიდი, რაც აი ეს 20 წლიანი სანაკრებო კარიერა არის თუ როგორც თქვია, იმიტომ რომ ის სიყვარული, ის არ ვიცი, პატივისცემა ხალხისგან ეს სხვა განზომილება არის და ყოველთვის ამ 20 წლის განმავლობაში ვცდილობდი ხოლმე რომ გარდა იმისა, რასაც მოედანზე ხედავდით, მოედნის იქითაც რაღაც პატარ-პატარა რაღაც მაგალითები გამეკეთებინა ხოლმე გუნდში და გუნდის გარეთ ნაკლებად, მაგრამ აი გუნდში რომ რაღაც პატარ-პატარა მაგალითები მენახა. ერთი ეგეთი შემთხვევა იყო, რომ პირველად რომ მივედით 17 წლის ვიყავი ამ კაპიტნობაზე რა, ეს ვინ იქნებოდა კაპიტანი, ჩვეულებრივად ხელით ჩხუბობდნენ რა, თამაშის წინ რაღაცა 8 წუთი იყო დარჩენილი და გავიხედეთ და ორი მოთამაშე მოედანზე ჩხუბობს, ხელით. მეთქი რა ხდება, რატო ჩხუბობენ პირველად ვართან ნაკრებში? ვინ იქნებოდა კაპიტანი? ახ მეთქი იყოს კაი ესეთ ხო. მერე ეს ერთ-ერთი რომელმაც მოიგო ის ჩხუბი და გახდა კაპიტანი, მერე ის რომელიღაც ევროპის ჩემპიონატზე აღარ იყო რა და ორი მოთამაშე ასევე ჩხუბობენ ვინ იქნებოდა კაპიტანი რა და ეს რო ვზივართ ოთახში ვიჯექი და ეს ერთი ეუნება რაღაც არგუმენტებს, მეორე ეუნება რაღაც არგუმენტებს, მე უნდა ვიყო და რა არგუმენტებსაც ეუნებიან, იდეაში მე უფრო მეკუთვნის რა, რითაც ერთმანეთს ეჯიბრებიან და არაფერი აღარ უთხარი, ისე ჩხუბობდნენ რომ იყოს მეთქი, თან ხა კალათბურთში არ არის ეგეთი რაღაც, ფეხბურთში ხო არის რაღაც სამკლაური უკეთიათ, რაღაც ჩანს და ასე შემდეგ. კალათბურთში არ არის ეგეთი პრიორიტეტი კაპიტანი იქნები თუ არა რა და წავიდა ესენიც წავიდნენ ნაკრებიდან და უკვე ახალი მსმენელი რომ მოვიდა რაღაც ვეტერანიც ვიყავი უკვე და რაღაცნაირად ნდობა დაინახა ეთყობა ჩემში და ჩემთან მოვიდა რომ მინდა რომ კაპიტანი იყო რა შენ გუნდისა და მეთქი აი ილია ზუროსი იყო თუ გახსოვთ ეგეთი მსმენელი და მეთქი ბატონო ელიას მეთქი მოდი არას გეტყვით მეთქი იმიტომ რომ ყველამ დაინახოს თქო რომ ეს არ არის ისეთი რაღაცა რისთვისაც ჩხუბი ღირს და ერთმანეთის რაღაც ესე ვთქვათ ცუდი ენერგიის დათესვა გუნდში, იმიტომ რომ სულ 12 მოთამაშე ვართ, ის გინდა თუ არა, თუ არ გინდა აუცილებლად გადადის ის ნეგატიური ენერგია მოთამაშეებზე, იმას
ყველა ხედავს მაგ ყველაფერს და მოდი მე არ ვიქნები მეთქი ამ ყველაფერს უარს გეტყვით მეთქი და ნუ ერთ-ერთ მოთამაშეზე უთხარი რომ აი ეს იყოს მეთქი და ის თავიდან ალბათ ვერ მიხვდა რატო უთხარი ეს ყველაფერი მაგრამ ნუ მე რაღაც აი მაგალითი მინდოდა მეჩვენებინა რომ სწორი ესე არის და არ ღირს რაღაც ჩხუბი ამ კაპიტნობის იმაზე და ეს რატომ მოვყევი რომ მე გისურვებთ რომ ყოველთვის თქვენ შემდეგ ცხოვრებაში რასაც გააგრძელებთ კარიერა იქნება თუ ყოფილიყავით სამაგალითო ადამიანები, სამაგალითო, არ ვიცი, თანამშრომლები, მეგობრები, შვილები, მშობლები და რაც თავარია მოქალაქეები, სამაგალითო, იმიტომ რომ დღეს ისევ და ისევ ჩვენ და სამწუხაროდ ხედავთ რომ აი თუნდაც ქუჩაში რომ დავდივარ, რაღაც მადლობას რომ მეუნებიან ჩემი პოზიციისთვის, ვერ ხვდები რატომ მეუნებიან მადლობას, იმიტომ რომ მგონია რომ ყველა ნორმალური ადამიანი რაც უსამართლობას უნდა აპროტესტებდეს, მაგრამ ნუ ისეთ დროში გვიწევს ყოფნა, რომ ადამიანები მადლობას გეუნებიან ამ პოზიციისთვის. ამიტომ მინდა რომ სამაგალითო მოქალაქეებიც იყოთ ცხოვრებაში. სადღეგრძელოსავით კი გამომდის, მაგრამ მინდა რომ ბევრი გამარჯვება გისურვოთ ცხოვრებაში, ბევრი წარმატება გისურვოთ და არ ვიცი, ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა. ანუ ჩვენ ორი რამის წარმოება შეგვიძლია, ერთი მცოდნე ადამიანების, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა და მეორე წიგნების ბეჭვდა და ამიტომ გიორგის წიგნები ვაჩუქეთ. სხვა ანუ უფრო ადრე შემოდგომა რო იყოს, რაღაცა მოსავლითაც იმას ვიზავდით, დავაჯილდოვეთ, მაგრამ ეხლა სეზონი აღარ არის და ამიტომ წიგნები გიორგის. მადლობა. წიგნები და მადლობა. გადავდივართ დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე. დიპლომებს გადავცემთ აგრონომისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებლებს, დავიწყებთ აგრონომის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებლებით, თუმცა მანამდე სცენაზე მინდა ვთხოვო სკოლის დეკანს თეო ურუშაძეს. ძალიან სასიამოვნო დღეა ჩემთვის პირადად. მთელი წელი ველოდები ხოლმე ამ დღეს. ცოტა სევდიანიც არის, სასიხარულოც არის. ეხლა მე კალათბურთელი არა ვარ, არც ესეთი სიმაღლე მაქვს, არც მონაცემები, მაგრამ ქალბატონი მარინას სიტყვა რომ მოვისმინე და სამ ჩემპიონში 2 აგრონომია, ესე იგი, არ გიტყვით ახლა რამდენია ჩემი სიმაღლე, 2 და 20 გავხდი და ახლობით გიორგისთან მივედი რა. ძალიან გამიხარდა და ვარ უამაყესი, უმაგრესები ხართ თეა, ლაშა და გიორგი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა აგრონომია თუ არა, ჩვენი კურსდამთავრებულია ქიმიკოსი. გულწრფელად ძალიან მიხარია, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონებში აგრონომები გაერიან. ძალიან დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა. მე მინდა დღევანდელი დღე ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ წარმატებები. როგორც ბატონმა კახამ დაგვიბარა და მე დარწმუნებული ვარ, სადღაც აქ არის და ხედავს ამ დღეს. თქვენი შრომით თქვენ მოიპოვებთ თავისუფლებას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორი პოზიციად გექნებათ, თავაწებულები იქნებით და წარმატებულები იქნებით. ეს არის თქვენი სახლი და სახლში არავის არ ეპატიჟებიან, სახლში ყოველთვის ელოდებიან. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ხშირად მოხვალთ და კიდე ბევრი წარმატებული და ლამაზი დღე გველოდება. ბედნიერი შობა ახალი წელი, მადლობას ვუხდით თქვენ მშობლებს, მადლობას ვუხდით ჩვენ პროფესორ მასწავლებლებს, ჩვენს ადმინისტრაციას, მთელ გუნდს აგრარული უნივერსიტეტის და წარმატებები. აბა თქვენ იცით. თეო, მადლობა. აგრონომისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებულები მოემზადეთ დიპლომების მისაღებად. მაშასე. ნათია გეგეშიძე. ანა გუგეშაშვილი.
მარიამ ვაზაგაშვილი. ნიკოლოზ თავართქილაძე. თეა იმნაძე. თეა არის პროგრამის Top GPA. ჯემალ კაპანაძე. ანთიმოს კერვალიშვილი. ბარბარე ქლივიძე. ალექსანდრე შაფათავა. ნოდარ ცოტაძე. დიპლომებს გადავცემთ ლანდშაფტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულებს. ნინი დოლიძე. ანა კორძაია. ანა არის პროგრამის Top GPA. ცირამ სხვილიძე. არაო ფოტოგრაფმა ჯერო. მართა საცერაძე. თეო მადლობა. დიპლომებს გადავცემთ საბუნებისმეტყველო მეცნიერების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვ სკოლის დეკანს ელიზბარ ილიზბარაშვილს. მეც მოგესალმებით ყველას. უკვე როგორც კოლეგებს, ვინაიდან ჩვენ ხვალიდან უკვე სხვა ამპლუაში ვიწყებთ ერთმანეთთან ურთიერთობას. ბევრი ვიფიქრე ასე დღეს რა უთხრა საბოლოო სიტყვაც, გამოსამშვიდობო სიტყვა ჩვენს სტუდენტებს და ალბათ ბოლო ენა ცოცხალი ორგანიზმია და სიტყვები რაღაც შემოდის, გადის და ბოლო პერიოდში ქართულ ენაში დამკვიდრდა ესე ტერმინი ევრორემონტი. ხო? აზია რემონტი, მე მგონი არც თქვენსმენიათ, არც ამერიკა რემონტი. ალბათ ხვდებით, რომ ეს ტერმინი რაღაც გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სლოვაკეთის კი ჩეხეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია ერთდროს ერთი ქვეყანა იყო. აქ მთავარია კონცეფცია, ხედვა. და ამიტომ ისიც გინახავთ რაღაც ელიაბას ბაზრობაზე ან სადღაც ხიპიანი ბიძიები
ხარისხიან რუსულ მასალას ვეძებენ ევრორემონტის გასაკეთებლად. არ გამოვა ალბათ ამასალით ის რემონტი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვინდა გქონდეს ამ ქვეყანაში. ჩემმა წინა გამოსვლებმა ბევრმა აღნიშნა, თქვენ ძირითად საქმესთან ერთად ისწავლეთ თავისუფლების ფასიც და კრიტიკული აზროვნებას. და აი ამ ტრიადით თქვენ შეძლებთ ნამდვილად იმ საქართველოს აშენებას, რასაც ჩვენმა თაობამ ესე თუ ისე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. დიდი მადლობა თქვენი ხვალინდელი დღისათვის. მადლობა. დიპლომების გადაცემას დავიწყებთ მევენახეობა მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულებით. სცენაზე ვთხოვ პროგრამის ხელმძღვანელს ანა გოდაბრელიძის. გიორგი ბალხამიშვილი. ელენე ბენდელიანი. ლუკა ბოლქვაძე. ხატია დუნდუა. ანა ვარამაშვილი. გიორგი კახოიძე. ნინი კოდალაშვილი. გვანცა მელისკაური. ლიზი მიშელაძე. ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. გოგა პაპალაშვილი. დემეტრე საგინაშვილი.
ეკატერინე ტაბატაძე, გიორგი ფიფია, გვანცა ქურციკიძე, გვანცა არის პროგრამის Top GPA. ავთანდილ ყაველაშვილი, მარიამ შათირიშვილი, ელენე ჩეკურიშვილი, ქეთო ჩიქოვანი, ლიზი წილოსანი, ელენე ჭყონია, ანა მადლობა. დიპლომებს გადავცემთ სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულებს. ჟუჟა ხაჭაპურიძეს პროგრამის ხელმძღვანელს ვთხოვს სცენაზე. მარიტა გაგოშიძე, გიორგი ნაროუშვილი, ლიზი ნუცუბიძე, ლიზი არის პროგრამის Top GPA. ბექა რეხვიაშვილი, მარიამ ტეფნაძე, ლიზა შენგელია, რუსუდან ჩუტანდი,
ოთარ ჯალაღანია, ჟუჟა მადლობა. დიპლომებს გადავცემთ ქიმიკოსებს. რეზო კორაშვილს პროგრამის ხელმძღვანელს ვთხოვთ სცენაზე. ხო, ნინო გორგოძე. ვალერი დუშაშვილი. ლიზი თავაძე. ნათია ქევხიშვილი. გიორგი ღონღაძე. გიორგი არის პროგრამის Top GPA. ნატა ხვედელიძე. რეზო მადლობა. დიპლომებს გადავცემთ ბიოლოგებს. ნინო ასაშვილი. სალომე გაწერელია. ნიკოლოზ გურასპაშვილი. იანა ენგიბარიანი. ნინო კარბელაშვილი. გიორგი პაპულაშვილი. გიორგი არის პროგრამის Top GPA. სალომე ჭილაშვილი. გიორგი ჯაბადარი. დავით ჯანელიძე. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვთ დეკანს ზაზა მეტრეველს.
გამარჯობათ. მივმართავ პირველ რიგში კურსდამთავრებულებს, მიმართავ პროფესორ მასწავლებლებს, დირექციას, მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გამორჩეულ სტუმრებს. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე ისეთივე სასიხარულოა ყველა ჩვენთვის, როგორც კურსდამთავრებულებისთვის. დაწყებული პირველი კურსიდან თქვენ გქონდათ მიზანი, თქვენ გქონდათ ამბიციები, იმედი, გქონდათ შეიძლება გარკვეული პრობლემები გადასაწყვეტი, რომელსაც თქვენ გაუძეხით, რომელიც მიიყვანეთ ბოლომდე, დღევანდელ დღემდე, ამ ეტაპამდე და რეალობა არის ის, რომ რაც ოდნავ თქვენ შეიძინეთ ამ ხნის განმავლობაში, ეს არის თქვენი სპეციალობის საგნების ცოდნა, თეორიების ცოდნა, ეს არის აზროვნების, კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავება, ეს არის დამოუკიდებლად სწავლის უნარი, ეს არის ყველაფერი ის, რაც აუცილებლად თქვენ მომავალში ძალიან გამოგადგებათ. მინდა გითხრათ, რომ აი დღევანდელი დღიდან თქვენ ხართ არა მხოლოდ ჩვენი კურსდამთავრებულები, არამედ გარკვეულწილად ჩვენი ელჩებიც. რაც გულისხმობ ამაში, რომ თქვენ უნდა ატაროთ ის ღირებულებები, რასაც უნივერსიტეტი ასე იცავს და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. ნუ რა ვიცი, დღევანდელი სამყარო მოგეხსენებათ საკმაოდ ცვალებადი, საკმაოდ რთულია, რომელსაც ჭირდება ალღო, რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოიმუშავეთ ამ ხნის განმავლობაში და თქვენ გაუძღვებით ამ პრობლემებს, მაგრამ ყველაფერთან ერთად მაქვს კიდევ ერთი სურვილი, რომ აი ეს ცოდნა, რაც აქ შეიძინეთ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა გამოიყენოთ თქვენი პირადი წარმატებისთვის და ინტერესებისთვის, მაგრამ ასევე მინდა, რომ ეს გამოყენებული იყნოს გარკვეულწილად ქვეყნის წინსვლისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც წვლილი მიიღო თქვენს ჩამოყალიბებაში, პროფესორ მასწავლებლებს, დირექციას, მადლობას ვეუბნები ოჯახის წევრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში გედგნენ, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ თქვენ ამას შეძლებდით და მიაღწევდით და აი მოვიდან დღევანდელი დღეც ხართ უკვე ასე ვთქვათ კურსდამთავრებულები, გადადიხართ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე და კიდევ მინდა გითხრათ ის, რომ დღევანდელი დღე არის არა მარტო წარმატებები როგორც უნივერსიტეტის დამთავრებულებისთვის, არამედ იმ მომავალი წარმატებებისთვისაც, რომლებიც გელით მომავალში ცხოვრებაში და ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გექნებათ ასეთი წარმატებები. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ბევრ წარმატებებს გისურვებ და ტაში 2025 წლის კურსდამთავრებული. დიპლომის გაცემას დავიწყეთ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებით. სცენაზე ვთხოვ კაკო ფაღავას, პროგრამის ხელმძღვანელს. გიორგი ალფაიძე. ანა ბერიძე. მიხეილ კალანტაროვი. მიხეილი არის პროგრამის Top GPA.
რატი კირკიტაძე, ნუცა ლომსაძე, გიორგი მაისურაძე, მაია მეკოკიშვილი, გურამ ხასია, გიორგი ხმალაძე, დიდი მადლობა დიპლომებს გადავცემთ მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვ სკოლის პროგრამის ხელმძღვანელს დაჩი ჯუგაშვილს. ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ღვინეფაძე, მადლობა. სცენაზე მინდა ვიხმო მამუკა ბენაშვილი, მექანიკის ინჟინერის პროგრამის ხელმძღვანელი. ბაქარ ჭყოიძე, დიდი მადლობა. მადლობთ. დიპლომებს გადავცემთ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ხო, ესე იგი, ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრება ზუსტად იციან, რომ მე მაგათი დეკანი არა ვარ. გიგას რაღაც მოულოდნელი შემთხვევა და ვერ შეძლო დღეს მოსვლა და ამიტომ ბიზნეს ადმინისტრირება მათ შორის ის არის, როგორ გაართვა კრიზისებში თავი ამოცანას და მე ხა აი ამ ამოცანის შესრულებაში ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, მე რო დეკანი ვყოფილიყავი, ამას გეტყოდით. ძალიან არასრულფასოვანია ხოლმე მონოფუნქციური უნივერსიტეტები და პროგრამები და ბიზნეს ადმინისტრირებას ჭირს ხოლმე ის, რომ ცალკე აღებული, ასე ვთქვათ, სკოლებია და რაღაცა ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულები არიან ძალიან სტერილურები, რაღაცა Excel-ის წყილთან აქვთ ურთიერთობა და იმის იქით სამყაროში რა ხდება, ძალიან ძლიერ წარმოუდგენიათ და მე მგონია, რომ თქვენ აი ამ ასე ვთქვათ, აკადემიურ წვენში რო იხარშებოდით, ხო? ბიოლოგებთან, ქიმიკოსებთან, ვეტერინარებთან, აგრონომებთან, მეღვინეებთან ერთად თქვენ ყველაზე კარგად შეგეძლებათ რომ გაუგოთ ბიზნეს ის ტკივილი თუ გამოწვევა, რომელიც მას აქვს. და მე მგონია, რომ ჩვენ ამისათვის თქვენ კარგად აღხჭურვეთ. ხო?
და დანარჩენი ყველაფერი იგივე მინდა გითხრათ, რაც ზოგად მიმართვაში გავაკეთე, ეს ყოფილიყოს თქვენი ყველაზე მცირე ბიზნეს პროექტი ამ უნივერსიტეტის დამთავრება და შემდეგ უკვე ყოველთვის უფრო დიდი და ამბიციური პროექტები ყოფილიყოს. წარმატებებს გისურვებთ. ვაგრძელებ დიპლომების გადაცემას. ანი აბრამაშვილი. ანა ალასანია. ლიზი ბერიძე. ნინი ბრეგვაძე. თეკლა გელაშვილი. ლუკა გელაშვილი. მარიამ გელაშვილი. მარიამ გოგობერიშვილი. ნოდარ გოზალიშვილი. ანა მარია გორდეზიანი. მარიამ ესვანჯია. ლიზა კერძევაძე. რუსუდან კოკაია. ბონდო მაჩაიძე. თამარ ნებიერიძე. თამარ რიგიშვილი. საბასიგუა. ელენე ღვინიანიძე.
ნატალი ყავლაშვილი. გვანცა შოშიაშვილი. ნოდარ ხაჩიძე. ნუცა ხრიკაძე. ნინო ხუციძე. თომა ჯაფარიძე. ცოტნე ჯიჯელავა. ცოტნე არის პროგრამის top GPA. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცევთ თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. ლევან ტატიშვილი თუ არის დარბაზში, შენიშნე რომ იყო. მობრძანდით ბატონო ლევან. დიდი რეიმია დღეს მართალია, თუმცა უნდა გამოვწყდე არც თუ სენტიმენტალური ფონის გარეშე. ძალიან ძნელია აღზარდო სტუდენტები და მე გაუშვა და შეელიო. აი განსაკუთრებით კარგი სტუდენტების შემთხვევაში. თუმცა თლათ კარგი სტუდენტები ვინც არიან, თლათ კარგი სტუდენტები ვინც არ არიან, უფრო ზუსტად თუ ცოტათი მოიქცა, კიდევ უფრო გახარებს. აი უძღებიშვილის დაბრუნებას ავითარი, მაგრამ კარგი სტუდენტი აკეთებს და ცუდისგან რო არ მოელი და გააკეთებს, ნუ თქვათ ჭუიდან გადახვალ ხოლმე. ამიტომ ძალიან ძნელია რომ გიხაროდეს ეს დღე რომ აი შეელიე და დაგანებეს თავი. თუ ახლა ძალიან უკიდურესად ასეთი ალთვისებიანი სტუდენტი არ გამოჩნდა. აი პირველ წელს 2014 წელს ასეთი ერთი ახლა ნუ ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, პირიქით კარგი მინდა ვთქვა. ნუ დღეს მაინც ესეთი ერთი სტუდენტი გვყავდა, სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი, ყველაფერში ძალიან კარგი ყური ჰქონდა, მათემატიკაშიც, მაგრამ ნუ როგორც ჩვენში იტყვიან, ნიჭიერი, მაგრამ აღარ ვიტყვი, როგორი ყველამ ვიცით. და ნუ ესე ხო თან პირველ პრეფერენციად ყავდით შემოხაზული და ესე შემოივლიდა ხოლმე ორ კვირაში ერთხელ როგორც მიტოვებულთა და სასოწარკვეთილთა კლუბში. ნუ იქაც სურველი სამეფო ან გააკეთებდა ან არ გააკეთებდა. ნუ ერთხელაც გავბრაზდი და ვეჩხუბე რომ რა არის თქვა რატო შემოგხაზე თან პირველ პრეფერენციად თუ არაფერს გაკეთება არ გინდოდა თქვა და ნუ თქვათ ესეთ რამეს მეუბნება. აი აქაც როგორ გაგვიფუჭა განათლების სამინისტრომ სახელის დარქმევით საქმე. აი მე ხო წავიკითხე სამინისტროს ნუსხაშიო თავისუფალი მეცნიერებებიო და თქვა თავისუფალიო ნიშნავს იმას რომ მინდა გავაკეთებ, მინდა არ გავაკეთო. თქვენ მოახო მაძალებთო. მე ხამს როგორ ვეტყოდი რომ ეს სამინისტროს ნათლობის სახელი იყო, რა თქმა უნდა დავიბრალე, ნაცარი დავიყარე თავზე რომ ხო ახლა არასწორად მოვიფიქრეთ და შეცდომაში შეგიყვანეთ. ნუ იმედით რომ გადავიდო და რაც შეიძლება მალე. ნუ მართლაც გადავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო ღვინოზე,
ესე როგორც ჩანს, თავისუფლება და ღვინო ერეოდა ერთმანეთში. ეს ბევრს გვერევა, ვერ ვიტყვი, რომ მე ამაში ძალიან კაცრათა ვარ, კაც პრინციპებზე დგავარ, ხანდახან მეც მერევა ხოლმე. და იმედი მქონდა, რომ პირველი წელი იყო და ეგეთი სტუდენტი აღარ გამოჩნდებოდა, აღარ მოვიდოდა, მაგრამ მოდიან. თუმცა აღარ მიდიან. და რა ვქნათ ახლა, იძულებული ვართ, რომ ჩვენი სექტანტობას გვაბრალებენ, მინდა გითხრათ, მაგრამ არც თუ უსაფუძვლოდ. და ადრე თუ გვიან, დროის წყალობით ყველა ხდება ჩვენი სექტის წევრი და განსაკუთრებით თუ ესეთი სტუდენტები, ახლა როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ალქიმიურ ტრანსპლანტაციას განიცდიან და მოიქცევენ, მე ხო არ ვიცი, პირველი ხალხია ჩვენთან, რა თქმა უნდა, თავიდანვე კარგ სტუდენტებს წინთ ეს, მაგრამ ითმენენ. და ასე თუ ისე გონია რომ დრო მაინც ამ ყველაფერს ასწორებს. სწორდება ყველა სტუდენტი ბეჯითი არცვლად მცონარი. და რა ვქნათ ახლა უნდა ვიყოთ როგორც გვაბრალებენ ერთიანი და განუყოფელი სექტა და იმედია რომ ცხოვრებაშიც წაიღებენ ამ სექტის ადეპტობას და ცხოვრება უფრო სწორად განიჯის ვიდრე მე. ლევანის დებატი რო იყოს, სავალდებულო მეცნიერებების პროგრამა იქნებოდა. მაშასე ვაგრძელებ დიპლომის გადაცემას. კატო ბარდაველიძე. მარიამ გოგიჩაიშვილი. კობა მუგასაშვილი. ნინო სებისკვერაძე. ნინო არის პროგრამის top GPA. სალომე წინწალაშვილი. დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობთ. დიპლომებს გადავცემთ ვეტერინარის სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. სცენაზე ვთხოვ სკოლის დეკანს ბესო ლაზარეიშვილს. ყველას მოგესალმებით. ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებული არის და მართლაც წლიდან წლამდე განსაკუთრებული ემოციებით ველოდები. ეს დღე არის თქვენი გამარჯვების, მაგრამ ეს დღე ეკუთვნის თქვენს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში გედგათ ამ წლების განმავლობაში, ესენი არიან ლექტორები, თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები. ასე რომ ყველა ლექტორს და ყველა კეთილის მსურველს მიულოცავ აი ამ შესანიშნავ დღეს. ერთი პატარა რჩევა მექნება თქვენთვის, რომ არასდროს გაჩერდეთ ერთ ადგილას, მუდამ იმოძრავეთ წინ, იმიტომ რომ მოძრაობაში მოდის წარმატება, მუდამ იმუშავეთ თქვენ თავზე, ისწავლეთ, თითქოს სწავლის რაღაც ეტაპი დასრულდა, მაგრამ რეალურად სწავლა არ დასრულებულა, მთელი ცხოვრება არის სწავლა. მუდამ მიიღეთ გამოცდილება ცხოვრებისგან და
ხარისხიანად და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. გისურვებთ ბედნიერ მომავალს და ლამაზ მოგზაურობას თქვენს მომავალ კარიერაში და პირად ცხოვრებაში. გაიხარეთ. მადლობა. ფოტოს ნიშნულთან. რამაზ გილაური. კვანცა კიკნაველიძე. კვანცა არის პროგრამის Top GPA. მარიამ მაჭარაშვილი. მარიამ ქართველიშვილი. თამთაქვრივიშვილი. დიდი მადლობა. დიპლომს გადავცემთ MNS-ის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების კურსდამთავრებულს ნინა კულიკოვას პროგრამის ხელმძღვანელს თხოვ სცენაზე. აი ფოტოს არ ვიცი. არ ყავს სტუდენტი. ცისია ლომკაცი არის კურსდამთავრებული, რომელსაც უნდა გადავცეთ დიპლომი. დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. თეო გთხოვ კიდევ ერთხელ სცენაზე. დემურ ბაკურაძე. ლაშა გონაშვილი. ლაშა არის პროგრამის Top GPA. ნატალია ოქროშიაშვილი. დიპლომებს გადავცემთ სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. გიორგი ცაბაძე. გიორგი ჭაბაშვილი. მადლობა.
დიპლომებს გადავცემთ სასურსათო ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. გთხოვთ დეკანს და პროგრამის ხელმძღვანელს ფოტოსთვის, რომ ამობრძანდეთ სცენაზე. მაკაკვიციანი ანი ჯინჭარაძე დიდი მადლობა. დიპლომებს გადავცემთ მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. სკოლის დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელს გთხოვთ სცენაზე. კიდევ ერთხელ. ალეკო ბაშარაული გიორგი მოლოდინი ერეკლე ჯეირანაშვილი ერეკლე არის პროგრამის Top GPA დიდი მადლობა და დიპლომს გადავცემთ ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულებს. პროგრამის ხელმძღვანელს ვთხოვ სცენაზე ფოტოსთვის. დათო მეტრეველი დიდი მადლობა. ამით დიპლომების გადაცემის ცერემონია ოფიციალური ნაწილი დასრულდა. რამდენიმე რაღაცას დავანაცვლებ, სანამ ქუდებს ავყრით. პირველი ცერემონიის შემდეგ ფოიეში პირველ სართულზე იცით ალბათ, რომ უნდა თქვენი ფირფიტები უნდა დააჭედოთ. მეორე სართულზე გელოდებათ ტორტი და ღვინო ტრადიციული. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თქვენთან ერთად დღევანდელ დღეზე იმობენ თქვენი ის მეგობრები, რომლებიც ამ წუთში დიპლომს არ იღებენ, თუმცა თქვენს გვერდით არიან და თქვენთან ერთად ისწავლეს ეს წლები. მივესალმოთ მათ. მომავალ წელს. ვერ გავიგე. ეს ლიდები რო არ ადგენენ ტექსტზე რომ ხოთ არ გამოვა. ვთხოვოთ კი კაცო. ხო რა თქმა უნდა. კი. ესე იგი, ეხლა თუ შეიძლება ადგილები კარგად დაიკავეთ, ყველაფერი დაანონსებულია, წინ დარჩა მხოლოდ ქუდების აყრა. პირველ რიგში წინა რიგებში ხალხს გთხოვთ, რომ ფეხზე არ ადგეთ, იმიტომ რომ ეფარებით ფოტოგრაფს. არა, ისხედით უბრალოდ არ ადგეთ. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, უკუთვლით 10-დან 1-მდე მივდივარ და შემდეგ ვყრით ქუდებს. წავიდა 10 9 No, no, no,